14 იანვარი ქართული თეატრის აღდგენის დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის დრამატული თეატრის 147 თეატრალური სეზონის გახსნა პრემიერით არის დაგეგმილი. რა სიახლებია ბათუმის დრამატულ თეატრში? ბათუმიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში თეატრის დირექტორი კოტე მჟავია. დილა მშვიდობის მოგესალმებით. დილა მშვიდობის მოგესალმებით. მესალმებით თქვენს მაყურებელს, გილოცავთ კალანდარს, ძველი ახალწელს და ქართული თეატრის აღდგენის დღეს. რამდენად სიმბოლურია ბატონო კოტე, რომ ბათუმის დრამატული თეატრის სეზონი სწორედ ამ დღეს იხსნება? რამდენად სიმბოლურია არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ცოტა უცნაურადაც აითვალოს, იმიტომ რომ ალბათ იშვიათად მოიძებნება ქართულ თეატრალურ სივრცეში თეატრი, რომელიც ზამთარში ხსნის სეზონს და ახალწელს მით უმეტეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენს თეატრში ეს პირველად ხდება და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მოსვლის დღიდან ძალიან მინდოდა რომ ზუსტად თეატრის აღდგენის დღეს მოგვეხერხებინა თეატრალური სეზონის გახსნა და ძალიან დიდი მადლობა თელს თეატრს შემოქმედებით ჯგუფს ბატონ გიორგი კაშიას რეჟისორს, რომელმაც უმოკლეს ვადაში და უმოკლეს ხანში შეძლო ის რომ ჩვენ დღეს თეატრის ქართული თეატრის პროფესიული თეატრის აღდგენის დღეს გაგვეხსნა სეზონი. და რა სპექტაკლით ხსნით 147 სეზონს? ეს არის დავით კლდიაშვილის უკვდავი კლასიკა დარისპანის გასაჭირი, საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ უცნაური ვერსია იქნება და ველოდებით მაყურებელს დარისპანის გასაჭირზე დღეს საღამოს. დარისპანის გასაჭირი ძალიან აქტუალურია ქართულ თეატრალურ სივრცეში და ერთგვარი გამოწვევაც იქნებოდა თქვენთვის, რომ მაინც სიახლე იყოს თანამედროვე მაყურებლისთვის, ხო? რას გულისხმობდით აი იმ უცნაურობაში? თუ შეგიძლიათ რომ პატარა დეტალები გაგვიმხილოთ. საკმაოდ თანამედროვე ხერხებით არის გადაწყვეტილი სპექტაკლი. ალბათ უფრო მაყურებელი უნდა მობრძანდეს და ნახოს თავისი თვალით, რა ვიცი, როგორ გითხრათ. სხვა ეპოქაში ხდება მოქმედება, ეს შემიძლია გაგიმხილოთ. ეს არ იქნება კლასიკური დარისპანის გასაჭირი, ხო? ეს არ იქნება კლასიკური დარისპანის გასაჭირი. ეს იქნება საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე ხერხებით შექმნილი სპექტაკლი. და როგორც ვიცი, მთლიანი დასია ჩართული და დაკავებული აი ამ სპექტაკლში. მთლიანი დასი ამ სპექტაკლში არ არის ჩართული, მაგრამ მთლიანი დასი ფაქტიურად ჩართულია შემდეგ სამ სპექტაკლში, რომლის პრემიერებსაც ველოდებით უახლოეს მომავალში. ამ სპექტაკლში 10 მსახიობია დაკავებული მხოლოდ. ბატონო კოტე, მე მაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. ნუ გარდა იმისა, რომ ხშირი არ არის ზამთარში სეზონის გახსნა და ბუნებრივია ამას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს, სპექტაკლის მომზადება არის ურთულესი პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება. აი ამ მომზადების პროცესს როცა ახალი წელი ერთვის თან, ბუნებრივია რომ ეს პროცესი შობასთან ერთად უფრო რთული ხდება, თან ორი ახალი წელი. მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა აკადემიურად მიუდგე საკითხს, ეს დღესასწაულები რაღაცნაირად შეიძლება იყოს ხელის შემშლელი. კი ბატონო, დიდი ხანი არ არის, რაც მე დავინიშნე ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად და მოსვლის დღიდან რატომღაც პრინციპულად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ის, რომ 14 იანვარს ქართული თეატრის აღდგენის დღეს და ძველი ახალწელს გავგეხსნა სეზონი. იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გადავწყვიტეთ, რომ ეს მოგვეხერხებინა და ჩვენ ეს მოვახერხებთ. კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი კაშიას, რეჟისორს, ამუნი ჭირეს ადამიანს, თელ შემოქმედებით ჯგუფს ამისათვის, თელ ტექნიკურ ჯგუფს ამისათვის, ტექნიკურ პერსონალს და მთლიან თეატრს, იმიტომ რომ ჩვენ ეს უკვდავი კლასიკა 24 დღეში გაკეთდა ეს სპექტაკლი და 24 დღეში შობაც შედის და ძველი ორი ახალი წელი. თუმცა ძალიან საინტერესო იყო ჩვენ ყველა ეს დღესასწაული თეატრში ვიზეიმეთ ყველა მერთად და ალბათ ამიტომ ვიფიქრე სწორედ რომ მთელი დასი იყო ჩართული ამ პრემიერაში. კი, მთელი არა მარტო მთელი დასი, მთელი ჩვენი თეატრი იყო ამაში ჩართული, სხვანაირად ეს არ გამოვიდოდა. და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისათვის, რადგან ჩვენ დღეს ღირსეულად გავაღებთ ბათუმის თეატრის კარს ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის. ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ ეს სეზონი არის 147 აღნიშნული თეატრისთვის. ეს ძალიან შთამბეჭდავი ციფრია, თუმცა პასუხისგებლობას ალბათ აორმაგებს და შეიძლება ასამაგებდეს კიდევაც. მოგვიყევით 147 სეზონის შესახებ რა გეგმები გაქვთ და არის პანდი ბუნებრივია, რომ კლასიკაა და შეიძლება რაღაც წარმოდგენა გქონდეს წინასწარ, რა შეიძლება ვიხილოთ, ბუნებრივია, დამატებითი ინტერესი არსებობს,
მაგრამ აი დარჩენილი სეზონის შესახებ გვინდა რომ ვიცოდეთ უფრო მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზამთარში გვიწევს სეზონის გახსნა და სეზონის ბოლომდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, სადღაც 6-7 თვე ალბათ. მიუხედავად ამისა, ამ წუთას 4 სპექტაკლზე ერთდროულად მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ 4 პრემიერისთვის ვემზადებით უკვე რაღაც თვენახევარში 4-ვე პრემიერა იქნება ნაჩვენები. პლუს ამას თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რა სპექტაკლების პრემიერა შედგება თქვენს წელს? ეს იქნება გაგა გოშაძის უხერხემლო, ეს იქნება გოგოლის რევიზორი და ეს იქნება გეგა გაგნიძის Dark White, ეს რაც ვიცით, იქნება ჯაშში მხოლოდ ქალიშვილები მიდიან, ბატონი გოჩა კაპანაძე შემოგვიერთდება და მე-6 სპექტაკლზე და მე-7 სპექტაკლზე ვფიქრობთ, ჯერ არ ვიცით, არა გვაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჩვენ 7 პრემიერას სეზონის ბოლომდე მოვასწრებთ. ამ დროს კიდე უკვე შემოგვიერთდება 2 ახალი უცხოელი რეჟისორები შემოგვიერთდება, ძალიან საინტერესო რეჟისორები ვფიქრობ და თვითონ მთლიანად წელი მე მგონია რომ შემოქმედებით და ძალიან დატვირთული იქნება და 157 სეზონი ესეთი შთამბეჭდავი ციფრი მე მგონი ძალიან ღირსეულად და შემოქმედებით და დატვირთულად ჩაივლის. პრემიერამდე როგორია აი ახლა ზუსტად თქვენი განწყობა და რას გვეტყვით დასის წარმომადგენლებზეც? საოცრად ამაღლებული განწყობა, სხვა შემთხვევაში ეხლა ესე გარეთ ვერ დადგებოდა ვერავინ და ესე გულით და სიხარულით ვერ ისაუბრებდა. ძალიან კარგი განწყობაა, საპრემიერო განწყობაა, საპრემიერო ღელვით, მაგრამ ძალიან ბევრი სიკეთის მოლოდინით და იმით რომ დღეს სპექტაკლი გაიმარჯვებს და ძალიან კარგ სპექტაკლს შევთამაშებთ აქ მომბრძანებულ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ დარწმუნებულები ვართ, რომ 157 სეზონს ღირსეულად გახსნით, როგორც თავად აღნიშნეთ და წარმატებული სეზონიც გექნებათ. კოტე მჟავია, ბათუმის თეატრის დირექტორი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. წარმატებები.